მოგესალმებით, ჩემი დღევანდელი გაკვეთილის თემა ესაა მეექვსე კლასელებისთვის განკუთვნილი. მეექვსე კლასი სრულად მაქვს ახსნილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთი თემა გამომრჩენია, მომწერა ერთ-ერთმა მშობელმა და ეხლა შევეცდები ავხსნა. ესაა წრეწირების ურთიერთმდებარეობა. წრეწირების ურთიერთმდებარეობის მიხედვით გვაქვს სულ 5 შემთხვევა. ესე იგი, პირველი შემთხვევა, როდესაც წრეწირები კვეთენ ერთმანეთს, აი ეს არის ნახაზი, მაგისი პირველი ნახაზი. ესე იგი, წრეწირებმა გადაკვეთეს ერთმანეთი, პირველი წრეწირის ცენტრი აღნიშნოთ A წერტილით, მეორე წრეწირის ცენტრი აღნიშნოთ B წერტილით. გადაკვეთისას, როდესაც წრეწირები ერთმანეთს კვეთენ, ორ წერტილში იკვეთებიან, აი აქ. ეხლა პირველი წრეწირის რადიუსი ზოგადად რო ვაჩვენოთ, ხო? ნუ იქნება აი ეს მონაკვეთი წრეწირის ცენტრს წრესთან, რომელიც აერთებს ნებისმიერი წერტილი და უამრავი რადიუსის გავლება შეგვიძლია ვიცით. აი ეს არის მაგალითად R პირველი და აი ეს იქნება მაგალითად R მეორე. მონიშნოთ. აბატონო. R მეორე. დავაწეროთ ახლა ამათ. R პირველი და R მეორე. ესა პირველი წრეწირის რადიუსი, ესა მეორე წრეწირის რადიუსი. აი ეხლა წრეწირის შემაერთებელ მონაკავეცზე ვაჩვენოთ ეს რადიუსები. წითელი ფერით ვაჩვენებ R პირველს, რომელიც იქნება, აი გადაუსვათ ამას და გადავაფერადოთ, აი ეს არის R პირველი, უკაცრავად, აი ესე, აი ესე, აი ეს მონაკვეთი, A წერტილიდან წრემდე, აი აქამდე, აი ეს არის R პირველი და მწვანეთ ვაჩვენოთ R მეორე. ისიც ახლა გავაფერადოთ მუქად, აი აქედან B ცენტრამდე, აი ეს მონაკვეთი, აი ეს კლად გავაფერადე, აი ეს არის R მეორე. ეხლა დააკვირდით ნახას კარგად. რა არის აქ? რა ფორმულა გამოვა? ანუ პირველი წრეწირის რადიუსი დამატებული მეორე წრეწირის რადიუსი, აი ამ რადიუსების ჯამი მეტია მოცემული წრეწირების ცენტრების შემაერთებელი მონაკვეთის სიგრძეზე. ანუ R პირველს R მეორე მეტი არის AB მონაკვეთზე. რომელი მონაკვეთით არის მეტი? რისი ტოლი მონაკვეთით არის მეტი? რომ შეგეკითხონ, ხომ უნდა გქონდეს წარმოდგენა. მოდით და აი ეს ვაჩვენოთ ნარინჯისფერით. უყურეთ, აი გადავშტრიხავ და ნარინჯისფრად და გაშვებთ. აი ამ მონაკვეთით, აი ამ მონაკვეთით არის მეტი. ანუ წრეწირის გადაკვეთებს შორის რა მონაკვეთიც არის მოქცეული, აი ამ მონაკვეთის სიგრძით არის მეტი AB მონაკვეთის სიგრძეზე რადიუსების ჯამი. გასაგებია, ხო? ეხლა მეორე ვარიანტი განვიხილოთ. აქ ორი შემთხვევა გვაქვს. პირველი შემთხვევა, აი ნახაზია წარმოდგენილი, როდესაც წრეწირები ერთმანეთს ეხებიან ერთ წერტილში. აი ეს არის მათი შეხების წერტილი. რა თქმა უნდა, 10 აღნიშნოთ პირველი წრეწირის ცენტრი და B120 აღნიშნოთ მეორე წრეწირის ცენტრი. ეს არის R პირველი წრეწირის რადიუსი, ეს კი არის მეორე წრეწირის რადიუსი. ამ შემთხვევაში რა გვაქვს? მოცემული წრეწირების რადიუსების ჯამი მათი ცენტრების შემაერთებელი მონაკვეთის სიგრძის ტოლია. ანუ R პირველს დამატებული R მეორე ტოლია AB მონაკვეთის სიგრძის. ეხლა დაფა გავასუფთავოთ და მეორე შემთხვევის მეორე ვარიანტი განვიხილოთ. როდესაც რა ხდება? ერთი წრეწირი შიგნიდან ეხება მეორე წრეწირს. აი ავიღოთ ბატონო წრეწირი, დავხაზეთ ერთი წრეწირი და მეორე შიგნიდან ეხება. ამ მეორე წრეწირს კი ხელით ჩავხაზავ, შეიძლება გადასარევი ნახაზი არ გამომივიდეს, მაგრამ
ვახერხებთ იმის თქმას, რისი თქმაც გვჭირდება და დავინახავთ. ერთ წერტილში ეხება ესე ბატონო. აჰა, ეს წრეწირი, ნუ არ არის გადასარევი ნახაზი, მაგრამ რაც არის ეს არის რთულია დასახაზად. იმით ასე მუშაობთ, იცით. ესე იგი, აღნიშნოთ ახლა დიდი წრეწირის ცენტრი იქნება სადღაცას აი აქ, აღნიშნოთ A წერტილით და მოდით მონაკვეთი გავდოთ. ბატონო. აჰა. აი აქ. და ახლა პატარა წრეწირის ცენტრი მოვნიშნოთ, ჩახაზული წრეწირის ცენტრი, ეს არის დიდი წრეწირის ცენტრი. პატარა ჩახაზული წრეწირის ცენტრი აი აქ გვექნება სადღაცას, ესეც B-10 ავნიშნოთ. ანუ რადიუსები ვაჩვენოთ ახლა, ვაჩვენოთ თუ გინდათ ფერადად, მკვეთრად რომ ჩანდეს. პირველი რომელია დიდი წრეწირის რადიუსი? აქედან A წერტილამდე, ეს იქნება პირველი და მეორე რომელი იქნება? აქედანვე ისევ, რა თქმა უნდა, B წერტილამდე. ეს იქნება მეორე რადიუსი. ეხლა შევხედოთ ნახას, დავაკვირდეთ კარგად და რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია, რომ დიდი წრეწირის რადიუს გამოკლებული პატარა წრეწირის რადიუსი ეს არის AB მონაკვეთის სიგრძის ტოლი. ანუ მოცემული წრეწირების რადიუსების ხვაობა მათი ცენტრების შემაერთებელი მონაკვეთის სიგრძის ტოლი. ეს მეორე ვარიანტის ორივე შემთხვევა განვიხილეთ. ეხლა განვიხილოთ მესამე ვარიანტის ორი შემთხვევა კიდევ. ჯერ პირველი შემთხვევა ასეთია, როდესაც წრეწირები არც ეხებიან და არც კვეთენ ერთმანეთს. კი ბატონო, აი ავიღოთ ორი წრეწირი, აგერ ერთი და აი აქ სადღაცას კიდე მეორე ავიღოთ. ვხედავთ, არც ეხებიან, არც კვეთენ ერთმანეთს. ეხლა წრეწირების ცენტრების შემაერთებელი მონაკვეთი დავხაზოთ. აი აქ იქნება სადღაცას ამის ცენტრიც, დავაწეროთ ეს ცენტრებს ასოები, ეს არის პირველი წრეწირის ცენტრი და ეს არის ASO, ეს აღნიშნოთ B-ი, პირველი წრეწირის რადიუსი, ეს არის აი აქამდე და ეს არის R1, ეს არის R2 და თუ დავაკვირდებით ნახას, რის დაწერა შეგვიძლია, რომ აი ამ რადიუსების ჯამი ნაკლებია, რა თქმა უნდა, AB მონაკვეთის სიგრძეზე. რომელი მონაკვეთი არის ამათის რომელი მონაკვეთი გვიჩვენებს, რომ ნაკლებია, რომელი მონაკვეთით არის ნაკლები? აი ამ მონაკვეთის სიგრძით არის ნაკლები. გასაგებია, ხო? და დაგვჭირ კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც ჩახაზულია ერთი წრეწირი მეორე შიგნით, მაგრამ წრეწირები შეხების წერტილი არ გააჩნიათ. გავაკეთოთ ახლა შესაბამისი ნახაზი ისევ. აი, ავიღოთ წრეწირი, აი აქ, ავიღეთ წრეწირი. ეხლა მეორე წრეწირი ჩავხაზოთ მის შიგნით, ხელით გავაკეთებ ამას. ესე იგი, როგორ აგვაქვს ახლა ჩვენ დიდი წრეწირის ცენტრი იქნება სადღაცას აი აქ, აღნიშნოთ A წერტილით და პატარა წრეწირის ცენტრი გვექნება აი აქ. ჩახაზული წრეწირის ცენტრი და აღნიშნოთ B-10. ეხლა დააკვირდით. ისე მონაკვეთს ავიღებ მე, კარგად რომ გამოჩნდეს, მერე ფერებში გაჩვენებთ. ესე იგი, აქედან აი აქამდე, აი ბატონო, ავიღეთ ეს. ეხლა დააკვირდით,
R რადიუსი, პირველი წრეწირის რადიუსი გავაფერადოთ, რა თქმა უნდა, წითლად. აი ეს, ზევიდან გადავიდეთ წითელ ფერს. აჰა. აი ეს არის R1 და მეორე ჩახაზული წრეწირის რადიუსი კი მწვანედ ეს იქნება აი ამ ჩახაზული წრედან აი აქ ბ-წერტილამდე. აი ეს იქნება R2 რადიუსი. გასაგებია, ხო? ეხლა კი შეგვიძლია დავწეროთ. რა გვექნება, რომ აი R2 რადიუსი, ხო, R2-ს დამატებული, ანუ ჩახაზული წრეწირის რადიუსი. რომ დავუმატოთ AB მონაკვეთი, აი ეს ნაკლები იქნება დიდი წრეწირის რადიუსზე. ნაკლები იქნება R1-ზე. შეხედეთ, აი თვალნათლივ R2 მწვანედ გვაქვს აღნიშნული, ხო, მონაკვეთი. ამას დამატებული AB მონაკვეთი შავად არის, ხო? და რა თქმა უნდა, ნაკლებია წითელი მონაკვეთის სიგრძეზე. აი ეს არის, რაც სულ წრეწირების მდებარეობას შეეხება. ეს დაგჭირდება ზედა კლასებშიც, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, კარგად დაისწავლეთ ეს თემა და უკვე მე-6 კლასი მთლიანად ამოწურული მაქვს, ყველა საკითხი შეგიძლიათ მოიძებნოთ, ჩასქროლოთ, ნახოთ ვიდეოები და აბა მომავალ შეხვედრამდე.